25 დავალება იპოვეთ აპარამეტრის ყველა იმ მნიშვნელობების სიმრავლე, რომელთაგან თითოეულისათვის სინუს x უდრის 7-5-ია. განტოლებას აქვს ამონახსნი, რომელიც მოთავსებულია p-დან 2p ინტერვალში. ეს არის ტრიგონომეტრიული ამოცანა. ნახეთ, მე ამოხაზე სწორედ ეს გრაფიკი სინუს x უდრის სინუს x-ის გრაფიკი და რაც მაინტერესებდა ეს არის რომ განსაზღვრულია ფუნქცია p-დან 2p ინტერვალში. უსვათ ამონახსნია მოცემული აქ. და სწორედ აი ამ შვალედში ფუნქციის მნიშვნელობა ყოველთვის 0-ზე ნაკლებია, მაგრამ -1-ზე მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ჩავწერო უტოლობები, რომ 7-5-ია ნაკლებია 0-ზე, ხოლო 7-5a მეტია ან ტოლი კონკრეტება აუცილებლად მეტია ან ტოლი -1. შეიძლება დავსვათ კითხვა თუ რატომ დავწერეთ მეტი ან ტოლობა -1. რადგან მოცემული შვალედი ითვალისწინებს 3p ნახევარსაც. ანუ p-დან 2p შვალედში 3p ნახევარი ითვლება და ეს აუცილებლად უნდა ჩაითვალოს. და ამის გათვალისწინებით და ამის ცოდნით მე ვწერა ასეთ არამკაც უტოლობას და შესაბამისად აქ იქნება რომ ამ ნაკლებია ან ტოლი 8/5-ზე. პასუხი იქნება B 7/5-დან 8/5-მდე არამკაცრი ფრჩხილით და კიდევ ერთხელ რომ გავმეორდეთ რატო წერია. ჯერ გავსაზღვრე a პარამეტრი, რომლის ყოველთვის ნაკლებია 0-ზე, მაგრამ მეტია ან ტოლი -1-ზე, ტოლობა ჩავწერეთ იმისა გამო, რომ ამ ინტერვალში 3p ნახევარი, რომელზეც სინუსი იღებს მნიშვნელობას შედის და მას მოიცავს, მაგრამ ის არ მოიცავს p-დან 2p-მდე შვალედს, უბრალოდ ამ მნიშვნელობებს არ იღებს იგი და შესაბამისად 0-საც ვერ გაუტოლდება. რომ შევაჯამოთ, გვაქვს რომ აი ამ შვალედში a პარამეტრი თუ კი მიიღებს გარკვეულ რიცხვით მნიშვნელობას, ის დააკმაყოფილებს პირობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ რატომ არ დავწერეთ აქ მკაცრი ფრჩხილი და დავწერეთ ჩვეულებრივ კვადრატული ფრჩხილი, ესეც გასაგები უნდა იყოს, იქედან გამომდინარე, რომ 3p ნახევარი ამ ინტერვალში ზის და როცა 3p ნახევარ სინუსი ამ მნიშვნელობას იღებს, უტოლდება -1 და აქ რაიმე კონკრეტული ტიპის შეზღუდვა არ არსებობს. პასუხი არის B.